თბილისში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო სანაერო სისტემა, ასევე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემაც. სამუშაოების საერთო ღირებულება 24 მილიონი ლარია. რატ მეტრეველი გიამბობთ. თბილისის მერია დედაქალაქზე ზრუნვას განაგრძობს. დღეს სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. 3100 მეტრიან მონაკვეთზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა. რეაბილიტირებული ქუჩის მოსახლეობას დღეს თბილისის მერია ესტუმრა. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვინც ამ გზას იყენებდა და იყენებს დამეთანხმება, რომ უბრალოდ ავტომობილით გადაადგილება რამხელა დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის კომუნიკაციების განახლება, მოწესრიგება, თვითონ საგზაო ნაწილს რაც შეეხება 3 კილომეტრზე ცოტა მეტი არის გახოკიძის ქუჩა და დღეს მთლიანად განახლებული, მოწესრიგებული, თავისი ახალი განათების ბოძებით, გამწვანების სამუშაოები. განახლებული სივრცე ორიენტირებულია როგორც ქვეითთა, ისე ავტოტრანსპორტის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და ზებრა გადასასვლელები. დამონტაჟდა ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშნები და ენერგოეფექტური LED სანათები. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ეს ქუჩა ყველას ახსოვს, მით უმეტეს ახალმცხოვრებლებს. 12 კილომეტრი მარტო წყლის მილი შეცვალა კომპანიამ GVP-მ. რა თქმა უნდა, შემდეგ ასევე გამოიცვალა და განახლდა წყალარინების ქსელი, მოვაწყეთ ჩვენ სანიაღვრე სისტემა, ყველანაირი კომუნიკაცია, გაზის გაყვანილობის მილებიც რა თქმა უნდა ახალია. თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულია დედაქალაქის გამწვანებითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაირგო 1260 ძირის სხვადასხვა სახეობის ნერგი და 13010 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი. გამწვანებულია გზის პირა თარგები და შუაგამყოფი ზოლი. დაახლოებით 13000 კვადრატულ მეტრზე დაიგო და დაითესა ბალახის საფარი. დაირგო დაახლოებით 1300 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი. რაც შეეხება სკვერის ტერიტორიას, დაახლოებით 100-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. დედაქალაქის მერია მოსახლეობას არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს პირდება. დედაქალაქის განვითარების გზაზე კახა კალაძე წინ მოსახლეობის მხარდაჭერით მიიწევს.